რაც შეეხება იმ ანტიდასავლურ რიტორიკას და განწყობების წახალისებას ქართული ოცნების მხრიდან ჩვენ ეს ახალი არ არის ჩვენთვის, ხო? ამას უყურებთ უკვე რამდენიმე წელია. ჩვენ გვახსოვს ჯერკელი დეგნანის წინააღმდეგ როგორი იერიშები იყო, კარლ ჰარცელის წინააღმდეგ როგორი იერიშები იყო, არც მათი ადგილმონაცვლენი აღმოჩნდნენ გამონაკლისები, მათ შორის ელჩი დანინგანი, ასევე ჩვენ ხედავთ პაվել ჰერჩინსკის მიმართ როგორი მიზანმიმართული კამპანია არის ქართული ოცნების სპიკერების, მოლაპარაკე თავების მხრიდან, არა მხოლოდ ჰარცელის, საერთოდ ახლა კახა კალაძე, რომელიც მაგრამ მესამე ვადით წარადგინა ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატად, ხან იქ წალენჯიხაში პოზირებს და რაღაც მაღალი გამავლობის მანქანებით და ფეშენებელური მანქანებით რაღაცა სცენებს დგამს და ამავდროულად არ ტოვებს შანსს, რომ პერსონალურად არ დაესხას თავს ელჩ ჰარცელს. შალვა პაპუაშვილს მე მგონია, რომ უკვე კალენდარში აქვს ტელეფონში, რომ აი დადგა სამშაბათი და ახლა გერმანიის ელჩზე პეტერ ფიშერზე კიდევ 1000 სიბინძურე უნდა ვისაუბრო. აი ეს არის ის ერთი მხრივ პროპაგანდა, რომ თითქოს პერსონალიზებული არის ურთიერთობები ჩვენს ქვეყანაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ცალკეულ ელჩებთან და ევროკავშირის წარმომადგენელთან, თითქოს მათი ბრალია, ამავდროულად არ ვიცი ახლა ვისაჯერებენ, მაგრამ ამბობენ, რომ ჩვენ გვინდა ურთიერთობის გადატვირთვა სუფთა ფურცლიდან დაწყება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. გვინდა სხვაგვარი ურთიერთობის გადატვირთვაზე ვსაუბრობთ, ამ სიტუაციაში, როდესაც მართლაც 50-50-ზე არის საუბარი იმაზე, რომ ხვალ შეიძლება უბრალოდ უვიზო მიმოსვლა დასრულდეს, ამდენი წლის მონაპოვარი რატომ კეთდება, მიზანი რა აქვთ? არა, რომელ ურთიერთობის გადატვირთვაზე არის საუბარი? მე არ მithქვამს, რომ ქართულ ოცნებას ურთიერთობის გადატვირთვას. არა, ამას ხომ საუბრობს თავად. ისინი იმდენად სულელებ. არა, ამას რომ საუბრობს, სწორედ იმიტომ საუბრობს, რომ ყველაზე გაუთვითცნობიერებელ მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებზეც სამწუხარო დღემდე მოქმედებს მათი პროპაგანდა, მათ დააჯერონ, რომ არა, ჩვენ არა ვართ დასავლეთის წინააღმდეგნი, დასავლეთი და დასავლეთის უკან მდგომი რაღაცა კონსპირაციული, გამოგონილი, მითიური წარმონაქმნები გვებრძვიან ჩვენ, გვებრძვიან რაღაც ჩვენს ღირებულებებს ებრძვიან და სინამდვილეში ჩვენ გვინდა სხვაგვარი ევროპა, სხვაგვარი ამერიკა, თითქოს იქაც ევროკავშირშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გაიმარჯვეს რაღაც სხვა ძალებმა და თითქოს კონკრეტული ელჩები კონსპირაციულ მასში არიან, კავშირში არიან აქაურ ოპოზიციურ ლიდერებთან. არანაირ გადატვირთვაზე არ არის აქ ბუნებრივია საუბარი. ეს არის უბრალოდ ის, რასაც იზახიან, თორე ძალიან კარგად და მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული დათქმები 31 აგვისტოსთვის, რომ უნდა შეესრულებინა ქართულ ოცნებას, რათა ქართული საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეები არ დამდგარიყვნენ იმ საფრთხის წინაშე, რომ შეგვიწყდეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. მაგრამ ამისთვის მათ უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები. ეს პირველ რიგში არის ის, რომ არ უნდა არსებობდნენ ამ ქვეყანაში სინდისის პატიმრები, პოლიტიკური ლიდერები არ უნდა იყვნენ საპატიმროში სრულიად უსამართლო და იმის ნაცვლად, რომ აქეთ მიმართულებით გადაედგათ ნაბიჯები, ყოველდღიურად ხედავ, რომ ვიღაცას აკავებენ. აგერ ლევან ხაბეიშვილი დააკავეს სრულიად აბსურდული ბრალდებით, როგორც იურისტი გეტყვით, ახლა ეს საერთოდ წარმოუდგენელი ამბავი არის. ადამიანს ედავებიან იმას, რომ რაღაცა მოგთამვა ცდილობდა, რას ამბობდა, პოლიტიკური განცხადება იყო, რომ ვინცო ძალოვნებიო. სამი სპეცრაზმელის ჩვენების საფუძველზე, ბატონო გიორგი, ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამი სპეცრაზმელი იპოვეს, რომელიც თურმე შეურაცხყოფილი დარჩა ამ შეთავაზებით. ხო, ნუ შეურაცხყოფილი შეთავაზება რა არის, რომ არ მოიქცეთ უკანონოდ, პირიქით, უკანონო ბრძანება არ შეასრულა და მეერე რეჟიმი რომ შეიცვლება და რაღაცა ის თანხები, როდესაც მოხდება ამისი მობილიზება, ვინც უკანონოდ და დანაშაულებრივად მიითვis, აიქიდან მოხდება ანაზღაურება, ეს საერთოდ სამართლებრივი ნონსენსი არის, ამაზე ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო. იმის ნაცვლად, რომ მათ წაიღონ უკანის დრაკონული კანონები, წაიღონ მედიის შემზღუდველი, თქვენი შემზღუდველი კანონმდებლობა, არასამთავრობო სექტორის შემზღუდველი კანონმდებლობა, ნახეთ, ხო, არასამთავრობო სექტორის ანგარიშები დააყადაღეს, მათი ხელმძღვანელი პირები გამოძიების ფარგლებში დაიბარეს გამოკითხვაზე და ასე შემდეგ. არა პარტიების მიმართულებით რას დგამენ, წულუკიანის კომისიის ის რაღაცა 500 გვერდიანი დასკვნა დადეს. ყველაფერს იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ, რასაც ევროკავშირი ეუბნება, რომ არა, პირიქით, აქეთ გადმოდგით, ნაბიჯებიო. შესაბამისად, აქ არანაირ ნებაზე არ არის საუბარი ქართული ოცნების
მხრიდან და იცით რატომ? იმიტომ რომ მათთვის ახლა საკითხი დგას ყოფნა არ ყოფნის. ივანიშვილის ინტერესები არის უპირატესი, რუსული ინტერესები მათთვის არის პირველხარისხოვანი და შესაბამისად, რაზეც დგას მათი ძალაუფლება, ეს მითვისებული ავტოკრატიული ძალაუფლება, ეს არის ორი ძირითადი საყრდენი. ეს არის პროპაგანდა და ეს არის ძალოვნები. და რა თქმა უნდა, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, დემოკრატიული სტანდარტის, დემოკრატიული სივრცის მოსპობა ამ ქვეყანაში და ყველა მიმართულებით, აქეთა მიმართულებით დგამენ ისინი ნაბიჯებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი, მაგრამ ვერავის ვერ მოატყუებენ, ნამდვილად კარგად ხედავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები იმას, როგორ იქცევა ქართული ოცნება, როგორც ავტოკრატიული რეჟიმი, ისეთი როგორიც არის ბელარუსში, რუსეთში და სხვა ავტოკრატიულ სისტემებში. ასეთ სისტემად ჩამოაყალიბეს მათ საქართველო და შესაბამისად ეს არის ძალიან კაფიოდ ასახული მათ შორის არჩევნებთან მიმართებაშიც. არანაირი სხვა გზა ვითარების ნორმალიზების, ლეგიტიმაციის მინიჭების ქართულ ოცნებას არ ემუქრება, სანამ ეს ფუნდამენტური საკითხები არ გადაწყდება. აი ეს არის ძალიან მარტივად საქმე. ახლა მთავარია ის, რა უნდა დაუპირისპიროს ქართველმა ხალხმა იმას, რაზეც თქვენ საუბრობდით. ჩვენ ასევე დღეს მოვისმინეთ ინფორმაცია ირაკლი შაიშმელაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გულისხმობ, როგორ ემზადება ქართული ოცნება თავდაცვის მინისტრის შესაცვლელად და ამ თანამდებობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის დასანიშნად იმისთვის მზადება იმისთვის, რომ გეგმა B ეგრეთ წოდებული როგორც მას შაიშმელაშვილი უწოდებს, რომ 4-ში გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და რომ ჯარი გამოიყენოს თუ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უარს იტყვიან ხალხზე ძალადობაზე. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ინფორმაცია, რომელსაც გედედეს ყოფილი მაღალჩინოსანი ავრცელებს და თუ ასეა რაზე მეტყველებს ეს გადაწყვეტილებები და ნაბიჯები? მოდი დავიწყებ ბოლოდან, რაზე შეიძლება მეტყველებდეს, რა შეიძლება იყოს ივანიშვილის მიზანი და რა არის ის მოცემულობა, რომელიც მას აქვს. ახლა შიდა კლანური დაპირისპირებები, მათი რაღაც როტაციები, რაღაც ორ-ორი თვით, სამ-სამი თვით თანამდებობებზე გაშვებები, მერე უკან დაბრუნებები და რაღაც პოლიტიკურ სანაბგვებზე მოსროლები, ეს ნაკლებ საინტერესო არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ სისტემას, დამპალ რუსულ სისტემას მართავს ერთი ვერტიკალი. ყველაფერი მომდინარეობს რაღაც კრემლში დაწერილი სცენარების მეშვეობით ივანიშვილისგან უშუალოდ და მისი დამქაშებისაგან. რეალურად მათ დაინახეს, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც ამდენი თვის განმავლობაში არის უწყვეტი, არის რუსთაველზე, ხო? არის მზარდი, იზრდება მუხტი, ხედავენ რომ ქუჩის პროტესტი უფრო მეტ ძალას იკრებს, უფრო მეტ ადამიანი გამოდის ქუჩაში. მეორე მხრივ ხედავენ, რომ ჩვენ მაგალითად ძლიერი საქართველოს ლელო, რომელიც ვაწარმოებთ ეგრეთ წოდებულ კამპანიას, იმიტომ რომ ეს არ არის სტანდარტული საარჩევნო კამპანია, ხო, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ბრძოლის ფლანგი, რომელშიც ვიღებთ ჩვენ მონაწილეობას და რომელიც მოგვაახლოვებს ჩვენ საბოლოო მიზანს. ეს არის რეჟიმის ცვლილება საპარლამენტო არჩევნების გზით და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებით. ხედავენ, რომ ჩვენ გვაქვს იმ ადამიანებზე წვდომა, იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც არიან ქართული ოცნების ოპოზიციაში უკვე თვეებია, როგორც მინიმუმ 28 ნოემბრის შემდეგ ის ადამიანები, რომელთაც დაინახეს, რომ ვისაც ჯერ კიდევ შეიძლება მაშინ სჯეროდა, რომ აი ბოლომდე რუსები არ არიან. არა, დარწმუნდნენ, რომ ისინი რუსები არიან კობახიძის განცხადების შემდეგ. მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც შეიძლება იმდენი გამბედაობა არ აქვთ, რომ ყოველდღიურად იარონ რუსთაველზე. ზოგიერთში ნიჰილიზმი არის შემოპარული, ზოგი ადამიანი საჯარო მოხელე არის, თავის ცხოვრების წესიდან გამომდინარე ადამიანები შეიძლება ისე ვერ ახერხებდნენ თავისი პროტესტის და უკმაყოფილების გამოხატვას, როგორც ის ადამიანები, რომელთაც თავის ცხოვრების წესად აქციეს, ხო? რუსთაველზე ყოველდღიურად მდგომი პატრიოტები, მათ გულისხმობ, ხო? ამას ყველაფერს ხედავენ და ეს ორი ფლანგი, როდესაც ძლიერდება, ეს მათთვის, რა თქმა უნდა, არის განგაში საფუძველი. არიან ადამიანები, უდიდესი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელთაც უარი უთხრეს ჯერ კიდევ 26 ოქტომბერს ქართულ ოცნებას და ხედავთ, ხო, გაზომვით, სოციოლოგიური გაზომვით, რომ 24%-იან რეკორდულ ნიშნულზე არის დაცემული ქართული ოცნების რეიტინგი თბილისში, საქართველოში საშუალოდ 31%-ზე. აი ეს ადამიანები ხედავენ ბრძოლის ერთ-ერთ მეთოდად მათ შორის არჩევნებს. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ყველა მიმართულებით გააძლიერონ ის წინააღმდეგობა, რომელიც სურთ დაუპირისპირონ წინააღმდეგობის მოძრაობას საზოგადოების. ისინი არიან ქართული საზოგადოების მხრები. ისინი არიან რუსები. ბატონო გიორგი, თუ კი ამ ლოგიკას მივყვებით, მათ ნაბიჯებში უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ ადამიანებზე წნეხი, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, რომლებიც თავისი ცხოვრების წესისა თუ
საჯარო მოხელეობის თუ სხვა მიზეზების გამო ქუჩაში გამოსვლას ვერ ბედავენ, არ შეუძლიათ, მიდიან არჩევნებზე, წნეხი ამ ადამიანებზე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება იმისთვის, რომ არჩევნების წაგება თუ ეს კვლევები, რომელზეც თქვენ საუბრობთ და დაბალი რეიტინგი აქვს ქართულ ოცნებას, არ მოხდეს. ხომ მეთანხმებით? ახლა მთავარი საკითხი, რომელიც არჩევნებში მონაწილე პარტიებს მოსაგვარებელი აქვთ, მისული ამომრჩევლის ხმების დაცვა, ხომ ასეა? როგორ აპირებთ ამ ხმების დაცვას, ვინც დარწმუნეთ, რომ საარჩევნო ყუთთან უნდა მივიდნენ? იმიტომ რომ ჩვენ წინ გვაქვს მაგალითი 2024 წლის არჩევნების, სადაც თქვენ გაყალბებაზე საუბრობთ. დიახ, მნიშვნელოვანი არის ახლა ის აქცენტი ერთ-ერთი, რომელიც მე თქვენს კითხვაში ამოვიკითხე, პირველ რიგში ის, რომ წნეხი გაიზრდება. რა თქმა უნდა, წნეხი გაიზრდება, მაგრამ წნეხი გაიზრდება ორივე მხრიდან. ჩვენ ადამიანებს, მოქალაქეებს ვარწმუნებთ იმაში, რომ რეჟიმის ცვლილება არის პირველადი მნიშვნელობის, ფუნდამენტური მნიშვნელობის ახლა და ვისაც როგორ შეუძლია, ისე უნდა გამოხატოს თავისი წინააღმდეგობა. ბუნებრივია, ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რომ უკვე თითქმის 1 წელიწადია ადამიანები არიან პროტესტში. 1 წელიწადი ძალიან სერიოზული დრო არის, ხო, ადამიანების ცხოვრება მიდის, ყოველდღიურობა მიდის, ბუნებრივია. ჩვენ ვესაუბრებით იმაზე, რომ ქართული ოცნება მარტო იმაზე კი არ არის პასუხისმგებელი, რომ რუსეთის კენ შემოაბრუნა ჩვენი ქვეყანა და რუსეთის ანაბარა დატოვა დასავლეთისთვის ზურგის შექცევის გზით. ამ ადამიანებს თავისი პრობლემები აწუხებთ, ბუნებრივია. ჩვენ გვსურს, რომ მათ ამ პრობლემებზე ვესაუბროთ, რომელიც მათ აქვთ, ხო? ვესაუბროთ იმაზე, რომ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ. იმაზე, რომ უმუშევრობა ყოველდღიურად რაც მათ აწუხებს, ხო? ეს არის დაძლევადი. თუნდაც მუნიციპალურ დონეზე, ხო? როდესაც ჩვენ კალაძეს, აი კორუფციის სიმბოლოს, რომ მეორე მხარეს უწყენებთ ახალგაზრდა მომავლის პოლიტიკოს ირაკლი კუპრაძეს, იმ გუნდს, რომელიც თბილისში იბრძვის, ხო? რომელსაც შეუძლია განახორციელოს. არა მხოლოდ ის ცვლილება, მოგახსენებთ. რომელმაც მიიტაცაო არჩევნებზე, როგორც ამბობთ. დიახ, სწორედ ამაშია. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი ამ არჩევნებში მონაწილეობა არის ბრძოლა, ამიტომ გავჩერდეთ, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით ვიბრძოლოთ, მაშინ როდესაც შეგვიძლია დაზიანება და ბრძოლის ტაქტიკა გავშალოთ რამდენიმე მიმართულებით. ქუჩა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელიც არის უწყვეტი, რომელიც უნდა გაგრძელდეს და უნდა გაძლიერდეს 4 ოქტომბრამდეც, 4 ოქტომბრის შემდეგაც. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ადამიანები მივლენ 4 ოქტომბერს არჩევნებზე, ეს არის ერთი მხრივ კალაძისთვის და იმ დამქაშებისთვის 63 დანარჩენ მუნიციპალიტეტში, ვინც ხავს ქართულ ოცნებას, ესე ჩაბუდებული, მათთვის უარის თქმა და მერე საღამოს გამოვიდნენ მაგალითად აქციაზე. ანუ არჩევნებზე მისვლა არ გამორიცხავს პროტესტში მონაწილეობას. დღე არჩევნებზე საღამოს აქციაზე ეს არის მიზანი? დიახ, ადამიანებისთვის ეს უმნიშვნელოვანი, ჩვენ როგორც პოლიტიკური პარტია 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ ვიღებთ, მაგრამ როგორც თავისუფალ ადამიანთა ერთობა და მით უმეტეს არა მხოლოდ პარტიაზე ვიძახი, არამედ იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც 4 ოქტომბერს გამოცხადდებიან საარჩევნო უბანზე, მათთვის მით უმეტეს, ხო? მათ მით უმეტეს ეხება, რომ მათ შეუძლიათ გამოვიდნენ 4 ოქტომბერს. თქვენ იქნებით აქციაზე, ბატონო გიორგი? მე პირადად ვიქნები აქციაზე, დიახ, თუ მე მეკითხებით, მე ვიქნები აქციაზე, ისევე როგორც ვიდექი ამდენი თვის განმავლობაში რუსთაველზე, როდესაც დუღდა რუსთაველი ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც უფრო ნაკლები ტემპერატურა იყო, ყოველთვის ვიდექი ავანგარდში და ასე ვაპირებ, რომ ვიდგე, მე ვესაუბრები, დიახ, როდესაც გავდივარ ქუჩაში, ვესაუბრები ადამიანებს იმაზე, რომ დიახ, ავარიული სახლები არის პრობლემა, ეს უნდა მოგვარდეს, 200,000 სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას, უფასო ხელმისაწვდომი მედიკამენტები და ხარისხიანი ჯანდაცვა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ამავდროულად იმაზე ვესაუბრები, რომ ქართული ოცნება უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს როგორც 4 ოქტომბერს არჩევნებზე გამოცხადებით, ასევე ქუჩაში ბრძოლით და ყველა კონსტიტუციური და მშვიდობიანი ფორმით, რომელიც მოაახლოვებს ჩვენ ქართული ოცნების რეჟიმის საბოლოო დასრულებას.